ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით. ტკივილი როგორც გლობალური ჯანმრთელობის გამოწვევა. რა სიტყვით მისი გავრცელების და სტატისტიკის შესახებ, როგორც გლობალურად, ისე ჩვენთან საქართველოში. რამდენად მნიშვნელოვანია ეს პრობლემა, რაზეა დამოკიდებული, რა ვთქვათ, ხომ არა აქვს მას გარკვეული გეოგრაფიული, ეთნიკური, რელიგიური, კულტურული თავისებურებები, ძირითადად რა ჯგუფებშია, აი დაახლოებით ძალიან მოკლედ ესეთი ეპიდემიოლოგიური სურათი. გლობალურით დავიწყოთ ხოლმე და მერე საქართველოზე გადმოვიდეთ. ბატონო ირაკლი. ტკივილი არ არის მხოლოდ აი სენსორული ფენომენი, არამედ მას ახლავს ემოციური ფაქტორი და აგრეთვე თუმცა არ არის განმარტებაში, მაგრამ კოგნიტიური ფაქტორი, ანუ შემეცნებითი გონებრივი ფაქტორი. გავრცელება ძალიან მაღალია, მაგალითად ამერიკაში ცნობილია, რომ ქრონიკული ტკივილით შეპყრობილია დაახლოებით 20-25% მოსახლეობისა, დაახლოებით ასეთივე ციფრები არის განვითარებად ქვეყნებში. შეიძლება ნაკლები იყოს, თქვათ, აზიის ქვეყნებში, ამას როგორც დიაგნოსტიკას გამოვლენას უკავშირებენ ალბათ უფრო. როგორც ამასაც უკავშირებენ, მაგრამ როგორც თქვენ ბრძანეთ, კულტურულ ფაქტორებს აქვს ძალიან დიდი გავლენა. თქვათ, ზოგიერთ კულტურაში შეიძლება არ იყოს მიღებული ტკივილის გამოხატვა, ტკივილის გამომჟღავნება და რა თქმა უნდა, ეს ალბათ ამ გავრცელების ფაქტორს აი ასე ხელოვნურად ალბათ ამცირებს. ჩვენთან რა ხდება? ჩვენც ბევრი გვყავს ახლა. შემიძლია გითხრათ დაზუსტებით, შედარებით დაზუსტებით, რომ ჩვენთან ქრონიკული ტკივილი სადღაც თავის ტკივილი მაგალითად 8%-მდე აღწევს. და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში 2-3%-მდეა. და ავადობა არ არის დაუშვათ განსხვავებული. განსაკუთრებით დიდი განსხვავება არ არის. ეს განსხვავება გაქრონიკულებს, ანუ ქრონიკულად გარდაცვალვის, ანუ არასწორად კურნალობის შედეგია, რომელიც არის დაგვიანებული დიაგნოსტიკა მაგალითად და არასწორი მკურნალობა. ორივესთან მექნება პრინციპში ჩვენ მეორე კითხვა ბარიერებს რაც ეხება, ანუ ბარიერები მკურნალობაში, ხო, ეფექტური და ადეკვატური მკურნალობისთვის ტკივილისა. როგორ შეიძლება აი ამ ტკივილების მართვის უახლესი მეთოდების ინტეგრირება და გაზრდა მათ შორის ხელმისაწვდომობა აი ამ მკურნალობის თვალსაზრისით პაციენტებისათვის. ბატონო ირაკლი, თქვენით დავიწყოთ. მე ვფიქრობ, რომ განათლების ფაქტორი ძალიან დიდი ფაქტორია, საერთოდ როგორც თქვი, თუმცა ეს კაცობრიობის პრობლემა არის მუდმივად და საყოველთაო, მაგრამ დარგი შედარებით ახალია და თითქოს 60 წელია უკვე, 65 წელია, რაც ფორმალურად ჩამოყალიბდა ტკივილის მედიცინა ამერიკაში, მაგრამ 65 წელი როგორც ჩანს არ არის დიდი დრო მედიცინის ისტორიაში, ასე ვთქვათ, და ამიტომ ეს ძალიან ნელა იკვლევდა გზას. ნუ ამერიკა შეიძლება შედარებით უფრო სწრაფად, იმიტომ რომ სადღაც მაინც იქ ჩამოყალიბდა და დანარჩენ სამყაროში შედარებით ნელა მედიცინის სხვა დარგები ალბათ ნაკლებად იცნობდნენ ამ პრობლემას, როგორც დამოუკიდებელ პრობლემას. მადლობა. გოგდას დაამატებდით თქვენ ბარიერებთან დაკავშირებით. მე დავამატებდი კი არა, ძალიან კმაყოფილი ვარ საკითხის ესე ფორმულირებით და გავაგრძელებდი უბრალოდ და არა დავამატებდი, ვინაიდან მან ირაკლი მომცა საშუალება რომ აზრი გავაგრძელო. ვინაიდან ზუსტად ის თქვა, რაც მე მინდოდა შესავალში, ანუ განათლება არის მთავარი,
სუბსპეციალობა ტკივილის სპეციალისტი ეგეთი არ არსებობს. ბატონებიდან ალბათ გახსოვთ თქვენი დაუშვათ მოღვაწეობის დასაწყისში ნარკოლოგია დარგი არ იყო და მერე შეიქმნა ჩვენ თვალწინ ოღონდ სპეციალობა. და ტკივილის მართვის სუბსპეციალობაც კი არ არის და თუ 10 უნარობაში გატარებული წლების ყველაზე მეტი არის ტკივილზე და იქიდან 10-დან 7 ტკივილზე მოდის ტკივილის სპეციალისტი ხო უნდა გყავდეს და ტკივილის მან გვინდოდა ჩაკითხო სწორედ ორივესთან ამ სპეციალ ცალკე კითხვა გვინდოდა მაგრამ მოიტანა ეხლა იმან საუბარმა და როგორ მზადდებიან თქვათ დღეს ტკივილის სპეციალისტები ვინც ბრძანდებით ну ძირითადად როგორ არის ეს შტატებში ხო მე ხო ჩვენთან არავინ ეს არ მზადდება ტკივილს არავინ არ გასწავლის და არც უნივერსიტეტში არ არის სასერტიფიკაციო გამოცდა ტკივილში არავითარი არ არის და არც სამი ტკივილი რო არსებობს ეს კურიკულუმში არ არის გაიდლაინები ტკივილის მართვის საქართველოში გვაქვს ცალკეულ ტკივილზე გვაქვს წელის ტკივილი გვაქვს თავის ტკივილი გვაქვს მაგრამ როგორც ასეთი ტკივილი როგორც ფენომენი დაავადება ტკივილი ამის მართვის არის და აი რაც პარალელური კითხვა დავსვით ახლა რადგან იმას შეეხეთ ბარემის ბოლოში ქონდა ეს კითხვა რომ დავასრულოთ ეს მზადება ტკივილის სპეციალისტებისა ძალიან მოკლედ ირაკლი რო გითხრა როგორ არის შტატებში ვინ ხდებიან ტკივილის სპეციალისტები ну ისტორიულად ეს დაიწყო ანესთეზიოლოგიის დარგიდან იმიტომ რომ ამ ჯონ ბონიკას გავლენა ძალიან დიდი იყო თვითონ ანესთეზიოლოგი იყო ამიტომ ისტორიულად წამოვიდა ანესთეზიოლოგიის რეზიდენტურა დამთავრებულები გადიოდნენ მერე ეგრეთ წოდებულ pain fellowships ანუ დამატებით ერთ წელს როგორც წესი და აი ასე ხდებოდნენ ტკივილის სპეციალისტები ამას გარდა აი ამ მომზადების საკითხისა ის ფაქტი რომ ტკივილის ეს განხრა სპეციალისტი წამოვიდა ანესთეზიოლოგიის დარგიდან ამას დადებითიც ჰქონდა და უარყოფითიც იმიტომ რომ ანესთეზიოლოგები განსაკუთრებით გაწაფულები იყვნენ ყოველთვის პროცედურებში და ამიტომ აი ეს რაც მათ ძალიან კარგი გამოცდილება ჰქონდათ წვავე ტკივილში სადაც პროცედურები არის ეფექტური მათ გადმოიტანეს ეს ექსტრაპოლაცია გაუკეთეს ქრონიკულ ტკივილს სადაც სამწუხაროდ ეს პროცედურები ისეთი ეფექტური არ არის მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში ეს ხდებოდა ასე მაგრამ მულტიდისციპლინარული კლინიკა დაარსდა როგორც თქვი 60-იან წლებში და ამიტომ ეს მულტიდისციპლინარული გულისხმობს რომ სხვა სპეციალობის სპეციალისტები იყვნენ ჩართული როდესაც გააზრებული იქნა რომ ანუ აი ჩვენთან მოსახლეობის დღეს ერთსაც ვიტყვი ამირან დღეს არა მხოლოდ ანესთეზიოლოგ დამთავრებული რეზიდენტები მიდიან fellowship-ში, არამედ ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ეს უკვე მრავალი წლის განმავლობაში და თანდათან ნევროლოგიის და ფსიქიატრიის რეზიდენტურა დამთავრებული სპეციალისტებიც შეუძლიათ და აკეთებენ ამ ტკივილის fellowships და ბოლო წლებში პირველად ანუ ოჯახური მედიცინის და შინაგანი მედიცინის რეზიდენტებიც კი საკმაოდ ინტერესი ჩენენ აი ამ ტკივილის ანუ ექიმის სპეციალისტი, ტკივილის სპეციალისტი, ისევე როგორც არის ანესთეზიოლოგი, ისევე როგორც არის თქვა კარდიოლოგი ან სხვა, ამერიკაში აღიარებულია სპეციალისტი. ტკივილის აღიარებულია, არა, სამწუხაროდ ტკივილი არ შედის ამერიკის სამედიცინო სპეციალობების ნუსხაში. როგორც ცალკე სპეციალობა სამწუხაროდ ეგ არის სპეციალობა, გვერდითი სპეციალობა ანესთეზიოლოგიასთან და ნევროლოგია, ფსიქიატრიასთან და ფიზიკურ მედიცინა და რეაბილიტაციის ბორდების თქვა და სპეციალობების ნაწილია, მაგრამ დამოუკიდებელი სპეციალობა მას არ აქვს. თუმცა მრავალი წელი ამაზე არის უკვე საუბარი. აი, მადლობა. რა სიახლეებს ველით ჩვენ ტკივილის მართვაში. იგივე ფარმაკოლოგიურ თუ არაფარმაკოლოგიურ მეთოდებში ტკივილის მართვის.
გარღვევები ალბათ გარღვევებს უნდა მოველოდეთ როგორც ცენტრალური მექანიზმების თვალსაზრისით, ასევე პერიფერიული ზეგავლენის მეთოდების. მაგალითად, ერთ-ერთი ახლად დადასტურებული FDA-ის მიერ წამალი და ეს არის პირველი წამალი ბოლო თუ არ ვცდები 25 თუ 26 წლის განმავლობაში, აი სულ ახლა ხან დამტკიცდა მისი სახელია სუზეტრიჯინი, რომელიც არის სოდიუმის არხების მაბლოკირებელი პრეპარატი, ანუ ნატრიუმის არხების მაბლოკირებელი პერიფერიულ ნერვებში, ისევე როგორც ეს ადგილობრივი ანესთეტიკები უხეში მაბლოკირებლები არიან, ასე ვთქვათ, ყველა ნატრიუმის არხებისა. ეს სუზეტრიჯინი არის ერთ-ერთი სპეციფიკური განსაკუთრებული ნატრიუმის არხის მაბლოკირებელი, რომელსაც აი ამ ნოციცეფციაში, ანუ დაზიანების აღქმაში აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ეს ერთი აი უახლესი გარღვევა. მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის, ბატონო გოგიტა. ვფიქრობ, ბევრი ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს მაყურებლებს, რომლებიც დღეს ჯანდაცვის სტანდარტს უყურებენ. მადლობა. ირაკლი სულაქველიძეს ყავდა პირდაპირ ეთერში სიეტლიდან პროფესორი და ასევე ვაშინგტონის უნივერსიტეტის ტკივილის დეპარტამენტის წარმოადგენს და გიორგი გეგელაშვილს უმასპინძლეთ სტუდიაში ნევროლოგს ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორს. მადლობა კიდევ ერთხელ საინტერესო საუბრისთვის. დღევანდელ სტუმრებს ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ და მოდი გადავხედოთ ახლა ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვან და მოსანიშ თარიღების შესახებ ინფორმაციას. 10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს. 1992 წლის 10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკის ჯანმრთელობის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით პირველად აღინიშნა მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე. თავდაპირველად ამ დღეს არ იყო კონკრეტული თემა. იდეა იყო საზოგადოებისთვის შეხსენება, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანი სფეროა, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობა. შემდეგ წლებში ორგანიზაციებმა დაიწყეს ყოველწლიურად თემის არჩევა. 2025 წლის გზავნილია ფსიქიკური ჯანმრთელობა ჰუმანიტარულ კრიზისებში. მიზანი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება მთელს მსოფლიოში და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდამჭერი ძალისხმევის მობილიზება. ეს დღე წარმოადგენს შესაძლებლობას ყველა დაინტერესებული მხარისთვის, ვინც ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მუშაობს, გააცნოს საზოგადოებას თავისი საქმიანობა და ის, თუ რა ნაბიჯებია კიდევ გადასადგმელი იმისთვის, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები რეალურად ხელმისაწვდომი გახდეს ადამიანებისთვის მთელს მსოფლიოში. ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით.